მე მრავალი წლის წინ დავწერა წიგნი კულაში ნაკული განსილი და გაგონილი, რომელშიც ავწერე ებრაელთა ცხოვრება 1950-დან 1970 წლებამდე. ამ წლების ებრაელობის ცხოვრება საქართველოში, რომელიც დღემდე ითვლება სამაგიდო წიგნად მეცნიერებისთვის. და ბევრმა დაწერა ძალიან ბევრი დოქტორატის პროექტის გაკეთებას და დღემდე იწოდება ეს ამბავი. მათ შორის ამერიკაშიც, ისრაელშიც. და ახლა იმედი მაქვს საქართველოში წიგნებად ვწერა. ეხლა უყურეთ, მეორე ჩემი ლექცია ზუსტად ამას ეხება და იმის შემდეგ მე 2012 წელს მე დავწერე და გამოაქვეყნა ეს წიგნი არის 40 წელი. ესე იგი ებრაელების ჩასვლა ისრაელში იმ პირველი დღიდან 40 წლის განმავლობაში. როგორ მოხდა აბსორბირება ებრაელებისა ისრაელში. და მე მინდა ხაზი გავუსვათ რამეს რომ ბევრი რამეში თქვენ იქნებ პარალელი გაავნოთ საქართველოს ცხოვრებასა და ისრაელის შორის. ის რაც ებრაელებმა ჩვენ გავიარეთ, ის რაც რასაც გაგვიარეთ საქართველოს იმ პროცესებს თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ როგორი იყო პარალელი ჩვენ ორ ხალხს შორის. და იქნება ამჯერმა ლექციამ შეიძლება ბოლო ლექციამ რაიმე წვლილი შეიტანოს საქართველოს ბედნიერებაში და საქართველოს წინსვლაში. ეხლა კი კიდევ ერთი რამ მინდა წამოვიდგინოთ ჩემი დამკვირვებელი პირებიც გუშინ ჩემთან ერთად ჩამოვიდნენ ქუთაისში. მალდირის მიზნით ჩამოდიან ჩემი შვილიშვილები, ვინც იცის ჩემი ისტორია მეტყველებად. ჩემი ყველა შვილიშვილი არის ყველაზე დამწერებული და დოქტორის დისერტაციის დამცველი და მატარებელი. ეს მუშაკები, ექიმები და მე ჩემი გეოგრაფია ახლის კაცმა რომ ჩემი უფროსი შვილიშვილი 20 წლის იყო, როცა დაიწყო იურიდიული მეცნიერებათა დისერტაცია. დისერტაცია ამიტომაც გახდა იურიდიული მეცნიერებათა დოქტორი 20 წლის. ხალხზე ნახავთ მას პირად გაეცნობდა დღესაც რომ შეგეძლოთ გავს სკოლის მოსწავლეს. და ეს გოგონა ჩემი შვილიშვილი მუშაობს ამერიკის ფედერალური პროკურატურის ერთ-ერთ დიდ ადვოკატად, ლოიალად მთელ ამერიკაში არის, ესე იგი ეს ერთ შვილიშვილზე გითხრათ დაეცადოთ თქვენ თვითონ ეცოდეთ. ეხლა რომ მინდა წარმოვიდგინოთ ვინ მახლია მე დღეს აქ. პირველ რიგში ერთადერთი და განმეორებელი ის არის ჩემი მეუღლე. ის არის ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი, ყველაზე დიდი თავდადებული ჩემთვის და რაც ყველაზე მთავარია, მას უდიდესი დამსახურება აქვს იმაში, რომ ჩვენ ისრაელში შევინარჩუნეთ გაზეთი „ალია“ 45 წლის განმავლობაში ისე, რომ არც ერთი ნომერი არ ჩავარდნილა. ყველა ნომერი გამოვიდა თავის დროს და რაც ყველაზე მთავარია, ვრცელდებოდა 23 ქვეყანაში, მსოფლიოს 23 ქვეყანაში. თუ ახალ ზელანდიაში თუ ცხოვრობდა ქართველები არ ვიცოდი. იაპონიაში ცხოვრობდნენ არ ვიცოდი. მაგრამ იქაც გამოწერილი ჰქონდა ჩვენი გაზეთი და კითხულობდა. ამ გაზეთმა ითამაშა უდიდესი როლი ქართველ ებრაელთა ისრაელში აბსოლუტის საკითხში. და მე მადლობას ვუხდი ჩემ მეუღლეს, იმიტომ რომ როცა ჩვენ
ისეთ მდგომარეობაში ჩავარდი, რომ საჭმელი პური არ ქონდა. და არ ქონდა პული, რომ გაზეთი დაგებერდა, მაგრამ რომ მე უკანასკნელ კაბას გავაკიდი და შემოვიდა გაზეთი არ დაგახურინებოდა. ეს იყო მისი დამსახურება და მე ვაზარებსა დავიწყები მას. კიდევ ერთი რამე, რაც ყველა ახალგაზრდები აკუპურებს ძალიან ბევრი, ქალიშვილები, გაიძალიძიათ ერთი რამ. ჩემი მეუღლის ყველაზე კარგი თვისება იყო ერთი რამ. არასოდეს რა უწევია თავი. ორი დღე დილში, ორი ისმენდა და რაც პროდუქტორი კრიტიკის კარტესში მოდარება. და წარმოიდგინეთ, რომ ჩემი აზრით ამერიკის ცენტრალური გაზური ბიურო უნდა იყოს სამსახურში ისეთ ნაწილს და ისეთ შემოწმებას მიგებდა პოზიციებში. ზეო. ეს შემორო. ახლა ჩვენ გახლავს კიდევ პიროვნების სახარ ფოტოები, რომელიც გახლავთ დამსახურებული ტელეოპერატორი, კინორეჟისორი, ხალხარი და ჩვენი გაზეთის არსებობის ტელეპეროს დაარსებიდან დღემდე სულ მოყვება და რამდენიმე ფილმი აკადაღებული ჩვენი გაზეთის ცხოვრებაზე. გადავუსეთ ისახას აქვს ერთი მუსლიმური და რომელიც ავსტრალიაში რაკეთებად ის არის გახლავთ ბიძა საყოველთაოდ ცნობილი ქართველი ებრაელი ყოფილი პარლამენტის წევრი, კნესეთის წევრი, ყოფილი მინისტრი, ყოფილი ელჩი, ისრაელის ელჩი ინგლისში და ახლა ორ დღის წინ დაინიშნა ისრაელის მთავრობის კანცელარიაში ახსნა გამართებისა და პროპაგანდის გამოგონების გამგებლობას და სამართლოს უფროსი. იმისთვის რომ წარმოიდგინოთ რა სენსას ეკი, აი თუ უყურებთ სატელევიზიო გადაცემებს ამერიკიდან, იქ როცა ტრამპი გამოდის, მის შემდეგ გამოდის კაროლაინ ლევიტი. მისი პირადი, ესე იგი, ახსნა გამართების უფროსი. აი იგივე თავმჯდომარე ისრაელშიც. ესე იგი, თავრობის მეთაური მის გარშე ფეხს აძლევს. ასე რომ ამაზე წეული აუპებს რეალობა და ამერიკას ყველაზე მეუბნება ვიტებდეს მაგრამ იცოდეთ რომ ეს მოსალოდნელია. კარგი, შემდეგ მე ვახლავს ჩემი მეუღლის ის ქმარი შალომ მიხაელი რომელიც არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ადამიანი. მე ალბათ დაიჯერეთ რომ 10,000 ადამიანთან გამოვიდა. ძალიან ბევრი მიამხარებია და მეგობრია. მაგრამ არიან იშვიათად ისეთი ადამიანები, რომელსაც ხასი არ აქვს. რომელსაც მე შეიძლება გადასცეს. ეს შალომ. და კიდევ ერთი ალბათ რომ შევეხებ მარტო ჩემი შვილი გეტყვით, ჩემი შვილი შილოსაფირი და ეს არის იურიდიული სტუდენტი და დააგვიანებით რომ სახურობდა ჯარში და ეს არის კაცი რომელიც გაიმეორა ჩემი ახალგაზრდობის გზა 18 წლიდან ოიარა ომით ლიბანი, ღაზა, წელი ის არის იღრიო და სისხლით მოსწრო წელი ეს მიწელი. თუ ეს გაუკრიტება ის რომ რატო გაკეთა ეს გაკეთა იმისთვის რომ მას უყვარს თავისი ერი, უყვარს თავისი ხალხი, უყვარს თავისი ისრაელი. და მე მიხარია თავის დროზე მე ისრაელში ჩასული ძალიან ვიყავი რომ ვიზაბილი ომში წავედი. კიპურის ომი, 3 ომი გავიარე. 3 ომი და ამისა ბევრი რამ გადავხდა და ეხლა მოკვლევით ყველაფერს გავიარე
საქართველოსთან მოშიც 2008 წელი ცხოვრობენ. იმ საქართველოსთან რომელსაც ისინი დღემდე უდესი ყოლოდარენ გამწოლ. ეს იგივე არის დედამშვილი მეატოვოს. ესე იგი მაგრამ აიც წავიდნენ რატო? მიზეზი იყო შემდეგი. 300 წლის წინ დაახლოებით დიდმა მეფემ დავით მეფემ დაწერა ასეთი სიტყვები. Იბეშკა ხეხი იერუსალაიმ თიშკახი ემინი თიზბაკლეშონი ლეხიკი იმლო ესკერეხი იმლო ალეთ იერუსალაიმ ალრო სიმხატი თუ დაგივიწყო შენი იერუსალაიმ დავითეს მარჯვენა ჩემი მეკრასენა ჩემი სასასა ჩემსა და თუ არ მოგიხსენიო ჩემი ბედნიერების პარადიჯი დავითეს მარჯვენა ჩემი ეს იყო დავითის დაწერილი სიტყვები. დავით მაინც ის წინასწარმეტყველა. მან წინასწარმეტყველა რომ ჩვენ ებრაელები ისე კარგი ხალხი ვართ. ერთი ტაძარი კი არა, ორი ტაძარი დავანგრიეთ. ორი ჩვენი სულის სირმე დავანგრიეთ და გაითვალისწინა ეს. და ეს სიტყვები გადაიქცა ებრაელის ისტორიაში ფიცი რომელიც არ შეგდეულა 300 წლის განმავლობაში. ჩვენ ებრაელები ყოველწლიურად ვიმეორებთ. ლეშანა აბა იერუსალიმ, მომავალ იერუსალიმში. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც არ მივიცნობთ ჩვენ წარსულს, არ მივიცნობთ ჩვენ სამშობლოს, რომელიც იძულებით დაგვატოვებინეს 2008, 2006, 2003 ბევრი იყო ტალღები ჩამოდიოდა საქართველოს ებრაელთა ტალღები. ფენისი ტალღო პირველი ესეთი პირველი ქართლის ცხოვრების მიხედვით იყო, როცა ებრაელები მოვიდნენ და ზანავში დასახლდნენ თელავის ბახურში. ხერგი, განავი, კასპი და ეგენი ყველა. უამრავი დასახლებები იყო, რომლებიც რაც ებრაელები იყვნენ ასე գրა დასახლებები. Otis Moitko. Mas ეთისაკი ვურეთ. მე ძალიან ბევრი დამგიფია ლექცია ამერიკაში, ისრაელში და შეიძლება ვისვამენ ასე შეკითხვას. რა ნიშნავს არ დაგივიწყო შენ იერუსალიმ ჩემი ბედნიერების ჟამს. როცა ადამიანი ბედნიერს რა არის წერტილი ის პატარა წერტილი რომელსაც ადამიანი აღწევს თავისი ბედნიერების უმაღლეს წერტილს. იცით რა არის ქორწინების მომენტი. ადამიანი რო ქორწინდება ეს არის მისი ბედნიერების უმაღლეს წერტილი. და ამ დროს რასაკეთებენ ებრაელები? ამტვრევენ ჭიქას, ან ამტვრევენ თეფს. რას ნიშნავს იგი? რომ რაიმე ზიანი მოუვიდეს იმ დიდ ბედნიერებას, იმ დიდ სიხარულს. რომ რაიმე ხენჯი კონდეს იმას, რომ არ მივიდეს ბედნიერების უმაღლეს წერტილზე. ეს არის ფიცის გამეორება, რომელსაც ფოტოშოპში მომასწორებს ქართველები დაკეთებენ ზოგჯერ. რომ ნეფე ამტროს ჭიქას ხოდა სინამდვილეში მოდის ებრაელებისგან მოდის ეგ 300 წლის დავით ამენახიდან დავით მეფისგან ეს ფიცი დღემდე მეორდება. დღეს ჩვენ ისეთი ცხოვრობ თქვა ხო? დღესაც ებრაელები ამბობენ ჩვენ უნდა მოვესწროთ თავისუფალი იერუსალიმს. რას ისეთ თავისუფალი იერუსალიმი? როცა არავინ არ მოინდომებს მის განადგურებას, როცა არავინ არ მოინდომებს ამ წმინდა ადგილის ხელშეხებას, აი მაშინ იქნება ის იერუსალიმი თავისუფალი და მაშინ იქნება ებრაელი თავისუფალი. ახლა გავაგრძელოთ.
ათასობით წლების განმავლობაში და საუკუნეების მანძილზე ებრაელები ცხოვრობდნენ საქართველოში. ისინი ზუსტად ისევე განიცდიდნენ იმათი ოკებას, ტანჯვას, კატაცებებს, გაჩუქებებს, როგორც ქართველები. ჩვენ ერთ ბედქვეშ ვართ, ერთად გავატარეთ ყველაფერი იგი. ჩემი მამა პაპა წარმოშობით კახეთიდან იყო. იმის გამო რომ კახეთში ყოველთვის შემოსევები იყო, გამოიქცნენ მერე მთებში, ლეჩხუმში, სვანეთში და იქიდან გადმოვიდნენ ბანძაში, ბანძიდან კულაში, კულაშიდან მე ბათუმში გადმოვიდნენ და იქიდან ისრაელში. აი როგორი იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ერთად ბევრი რამ გადაგვიტანია. ებრაელები არა მარტო ძმობას ეფიცებოდნენ ქართველებს, არამედ დაუმტკიცებიათ კიდეც ეს თავიანთი საქციელი. პირველ რიგში მე გაგახსენებთ ორთისის ბრძოლას 1619 წელს და კეთილად დედოფალი გადაარჩინა ებრაელების 300 კაციანმა ჯგუფმა რაბინის მეთაურობით. თორემ არ იცის ეს. საქართველოს ისტორიაში ჩვენ სამწუხაროდ არ გვასწავლდნენ ამას. არ გვასწავლდნენ. შემდეგ ებრაელები ყველანაირად ცდილობდნენ რომ გასულიყვნენ საზღვარგარეთ და საზღვარგარეთთან შემოეტანათ ერთი მხრივ სავაჭრო საქონელი, მაგრამ ამავე დროს ის ინფორმაცია, რომელიც ეგრევე ძვირად უღირდა ქართველ მეფეებს. ესე იგი, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ქართველი მეფეები ძალიან აფასებდნენ ებრაელობას. ეხლა გეტყვით კიდევ ერთ რამეს, რომელიც ვერმა შეიძლება არც იცის, რომ მე-12 საუკუნემდე თამარ მეფის მეფობის დროს მანამდე საქართველოში ებრაული ენა იყო გავრცელებული ისე, როგორც ქართული ენა. თითქმის ყველა მეფე იცოდა ებრაული ენა. თითქმის ყველა. ზოგიერთი მათგანი კიდევ თავის თავს ბაგრატიონების საომალებად, ესე იგი ბაგრატიონები დიდი დავითის საომალებად კიდევ. კიდევ ერთ რამეს გავუსვამ ხაზს, რომელიც თქვენმა იცოდეთ, კახეთში ხშირად შეგვდება გვარი სეფიაშვილი. სეფიაშვილი ებრაელების არიან, ქართველებიც. მე ამით რამე თქვა, რომ ძალიან ბევრი ებრაელია, რომელიც ატარებს ქართულ გვარს, ძალიან ქართველებიც, რომელიც წარმოშობით იყვნენ ებრაელები. და მე მიიღეს ქრისტიანობა. რახან მივედი დამწერტილამდე, აუცილებლად უნდა გამართოთ კიდევ ერთი რამ. 1700-1800 წლის წინ პირველად ქრისტიანობა საქართველოში ებრაელებმა შემოიტანა. თუ ხარს არ გავუსვამთ იმას, რომ იესო ქრისტე თვითონ იყო ებრაელი, რაბი, ყველა მისი მიმდევარი, და კვარტიც ებრაელებმა ჩამოიტანეს. ისი კვარტი. ებრაელები იყვნენ პირველი გამავრცელებელი ქრისტიანობის საქართველოში. ზოგადად იციან ეს აქ ცხოვრება, მაგრამ როა შეხსენების სახით. გამომდინარე აქედან ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვაქვს საერთოდ. პირველ რიგში ჩვენ ერთდაგივი მამა გვყავს, აბრაამი. აბრაამიდან ჩამოვალი იყო ყველა ეს ერები. და მათ შორის ქართველები და ჩვენი. ეხლა კი არ ლაპარაკი იმაზე, რომ ქართველები უძველესი ერი არის და 4000 წლის და 5000 წლის. მაგრამ თუ მიაქცევთ ყველას უბრალოდ წლებს ჩინით, დაინახავთ, რომ მაშინ ქართველი ერი არის ერი. ასე ნებარ მომდაბარი ტომები. და საბაბი ზრდებოდა 23 დღეიდან უკან 23 საუკუნემდე. 2300 წლის. ჩემი ბავშვობისას სკოლაში ვასწავლეთ ჩვენ ქართველებს საქართველოს ისტორიას. დღეს უკვე ამის გას ვერაფერს ვერ ნახავთ პირველ წიგნებში.
ასე გასაგებია ჩვენ რომ საქართველოს როგორც სახელმწიფო შეიქმნა და ერა ჩამოყალიბდა 2300 წლის წინ. მაგრამ ეს ამბიცები არიან ხალხები რომ ქართველებს გაჩნდეს დიდი ხნის ადრინდელი ისა წარმოშობა და ისა даже იქამდე ეგვიპტელებზე ბრალდე. ფენისტრო ეგვიპტელები, ბერძნები, ჩინელები ესენი არიან ყველაზე ძველი ერები. და ქართველებიც მიეკუთვნებიან იმას. დავუბრუნდეთ ჩვენ თემას. რამ გამოიწვია ებრაელების აგრე რიგად დამოსვლა უყურეთ. და ეს კარგად გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ მეცნიერებმა განსაკუთრებით რომ ჩვენ თითქმის არაფერი არ ვიცით ქართველ ებრაელთა იმ მასების შესახებ, რომლებიც ცხოვრობდნენ დაახლოებით მე-18 საუკუნემდე. თითქმის არაფერი. ეს ერი არსებობდა 2000 წელი ქართველ ებრაელები საქართველოში და თითქმის არაფერი არ ვიცით მათ შესახებ. რატო? კონცის მომენტია გასაგებია. მე დაიწყო მეორე ეპოქა. ეს ორ ნაშეკრად რუსეთთან საქართველოს დადო ერეკლემორემ ფაქტი, მეგობრობის ფაქტი, იმის შემდეგ რუსები შემოვიდნენ და შემოიტანენ არასვაფერი შაბჭი. მის შემდეგ შემოვიდა საქართველოში თუ აღდა ანტისემიტიზმი და მე აქ მინდა ერთი განცხადება გავაკეთო კიდევ რომ არ დამძრახოთ მოხუცი კაცი ვარ და მაპატიეთ თუ შევწი რამეში მაგრამ მაპატიეთ ანტისემიტიზმი საქართველოში ყოველთვის არსებობდა. იყო ფარული ანტისემიტიზმი. არასდროს მოკლა ისეთი ანტისემიტიზმი როგორც იყო ევროპაში, როგორც იყო სხვა ქვეყნებში, სადაც ებრაელებს ფეხებით თელავდნენ, იგივე უკრაინაში ან სხვაგან. მაგრამ ანტისემიტიზმი საქართველოში არსებობდა და არსებობს დღესაც. არ იფიქროთ რომ მე არ მივկოვდი რასაც დამარაგო. ესენი არიან უმცირესობა. ძალიან უმცირესობა. საქართველოს დიდი მასა, ძირითადი მასა ებრაელებს ყოველთვის ეყრობოდა ლოიალურად. ყოველთვის იყო მასთან ძალიან ზმურდა კარგ კავშირში. ხოლო ქართველები ყველა ერთში გამოენება. იცით არის თხილის ხეს რო ვეღავდით და თხილი იყრებოდა. შეიძლება 1000 იყო კარგი და ერთი მაინც იყო ცუდი. ასეთი არის ესეთ ზამოის. ხოდა ეს ანტისემიტიზმი დაიწყო განსაკუთრებით ძაბრად რუსეთთან რუსეთის შემოსვლის შემდეგ. ჩვენ ალბათ იცით რომ ახლო ჩვენ დანაკაკუთაისთან ახლოს საჩხერეში მოხდა საშინელი ბრალდება ებრაელებზე რომ ებრაელები ფესახში მაცაში ურევენ ქართველი ბავშვების სისხლს. და ეს ცრუწმენა გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ჩემს შესაძლოა დემდე არიან ასეთი ადამიანებსაც ეჯერათ. და ახლა უყურე, თქვენ აქ განათლებული ხალხი ბრძანდებიდან ჩაიხედოთ ალბათ ბიბლიაში. იქ წერია პირდაპირ გაშიფროთ ებრაელს. არც სისხლის ჭამა აქვს უფლება აქვს, არც მასთან მიკარების უფლება. ესე კი აბსოლუტურად ესე კი რომ არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია ესეთი რამის გაკეთება. ამან ასეთი რამები მოხდა არაერთჯერ საქართველოში. ქუთაისშიც მოხდა რამდენიმე შემთხვევა. მე რა მინდა ვთქვა. ეს ყველაფერი იყო გამოწვეული ჯერ რუსეთის царიზმის დროს, მერე საბჭოთა რეჟიმის დროს ემართი დამსახურება იგი. თუ გვაქვს ჩვენ წამება და დანჯვა, ამას გვიმართებდა კიდევ KGB საბჭოთა კავშირის პერიოდში და თემდა სამსახურო დომეხეეს. უყურეთ, როგორ იყო ებრაელის ცხოვრება.
საქართველოში. ქართველთან შედარებით. ებრაელებს თითქმის არ გააჩნდათ საკარმინდო მიწა. რომ უბრალოდ ბოსტანის რო გაიგეთებინა ან და თქვა დაეხნა და მოსავალი მოეწვია. ძალიან იშვიათად იყვნენ, მაგრამ პულაში სადაც მე დავიბადე, დაახლოებით 10% იყო ისეთი, რომელსაც საკარმინდო პატარა მიწა ჰქონდა და მათ შორის ვიყავით ჩვენც, იმას ვამუშავებთ. მაგრამ ის რომ წლიური სარჩო შემოსულდა თავის მიწიდან, ასეთ მსგავსი არაფერი არ იყო. მაშინ ახლა მოდი დავუსვათ საკითხები ჩვენ თავს. რის უნდა იცხოვროს კაცმა? რა გააკეთოს? როგორ გამოყოფოს თავის შვილები? საწავიდეს, რაჭაფოთ ორი გზა დარჩა ებრაელებს. ეს იყო ხელოსნობა, წვრილმალე ხელოსნობა და ეს იყო ვაჭრობა. აი ეს ვაჭრობა, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან არის გავრცელებული, მაგრამ თავის დროზე ცვლიდნენ იმას, რომ ეს არის სამართლმსაჯულო საქმე. რომ ებრაელი რომ ვაჭრობდა, ეს იყო სამართლმსაჯულო საქმე. მაგრამ სამართლმსაჯულოს კიდე აიტანდა კაცი. მაგრამ ეს იყო უბეხენსის ელჩის საქმე თავარი შემოსავლის წყარო. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ის პერიოდი როცა მანქანით რომ მიდიოდი საკაკაცერად გაგიწერდა ხელი დავწერდა. ჩავიჯიბე 25 მილიონი მალეთიანი და გაგიშვებს. არა გაკურგუტებს იქ. მე ძიაჟი დავწერდა და მე ნახე. ასე იყო. ეს ყველაფერი ებრაელები მას გაიცნდნენ ყველაზე მეტად. იმიტომ რომ მიწიერი რომ გააჩერებდა მანქანას დაინახავდა ეს ებრაელი იმას ორმაგად ხონდა ყველაფერი. კიდევ ერთი რამ რაც იყო სენი ძველებული დროზე იყო ხტამის კრეშე ებრაელს არშელო გადაედა არცეთი ნაბიჯი. დაიჭერეთ სავაჭრო საქონლით დავინახეთ ახლა რომ თქვა წესავდა. როცა მოახლოვდა პერიოდი იმისა, რომ დაწყებული იყო ალია ამოსვლა ისრაელში, განსაკუთრებით გამძაბრდა ებრაელების დევნა საქართველოში. ეს იყო 70-იან წლებში და 90-იან წლებში ცირებული პრობლემა კიდევ უფრო არ არის. დაღაჭარება, დარტყმება, ეს და ყველაფერი. თქვენ მე შემეკითხებით მაინც რატო წავიდნენ? იმიტომ წავიდნენ, რომ 90-იანების ალია იყო სუფთა ეკონომიური ალია. უკეთესად ცხოვრობთ ისრაელში. 70-იან წლებში როცა ჩვენ დავედით, იყო იდეოლოგიური ალია. ჩვენ დავედით იმ რწმენის საფუძველზე, როცა ჩვენ გვინერგავდა ჩვენი რაბინები საუკუნეების მანძილზე. რომ ჩვენი სამშობლო არის ნამდვილი ისრაელი, ჩვენი სამშობლო. რომ საქართველოს ჩვენ ვართ როგორც სტუმრები, ასეთ ვძნობდით თავს. არასდროს არც ერთ ებრაელს არ მოუთხოვია მიწის ნაკვეთი საქართველოს დაერქვას და თავისუფლად დაისაკუთროს. ასეთი რამ არ მოხდა. სამაგიეროდ ბევრჯერ მოხდა ისეთი რამ, როცა ებრაელებმა საქართველოს კერდით დაიცვეს და თავის გაწიეს საქართველოსთვის. არასდროს არც ერთ ებრაელს არ უღალატებია საქართველოსთვის. და თქვენ წარმოიდგინეთ, მე თქვენსავით არა ვარ, ცოტა მაინც მოვიცით საქართველოს ისტორია. რამდენი წელი და მოღალატე ყავდა საქართველოს. თავის წრეებიდან. რაფერ არ მოხდა ისეთი რამ, რომ 2006 წლის განმავლობაში ასეთი მაგალითი არ არსებობს საქართველოს. რომ ებრაელებს ეღალატოს საქართველოსთვის. უფრო მეტიც კიდევ. აი ჩვენ პირად წავიდე მაგალითად 55 წელია წავიდე საქართველოსთან და ჩვენი სიყვარული არ განერებულა. ჩვენ გვარს ეს მიწა, ისი სუნი, გვარს ერი, გვარს საქართველო. და ყველაზე მეტი რაც არის მნიშვნელოვანი კი მარტო ჩვენ კი არ გვყავს.
ჩვენმა ვარცერებთ ყველგან. სტუმრები რომ ყავს სახში, აი ჩემი მსოფლიოა. ქართულ სულაზე გააცოთა, ისე გაკვირებულია ყველა. ქართული სულნელოვანი კერძები და ისა ქართული მინო ანცუბრებს ყველას. გასაგებია ამერიკელს რომ საერთოდ საქართველოს ჩემი უბრალოდ მას მოგმებით რომ საქართველოს არის შესანიშნავი ადგილი უნდა მოინახულო და უჭირველად ტურისტულად მაგრამ პრობლემა არის რომ პირდაპირ ფრენა არ არის ეს ძალიან დიდი არის პრობლემა პირდაპირ ფრენა არ არის ამიტომ ამერიკიდან ტურიზმი არ არის სამაგეროდ არის ტურიზმი ისრაელიდან უკანასკნელი მონაცემები რომელიც მე მაქვს რამდენად სწორი არ ვიცი მაგრამ მოგივნებით რომ გასულ წელს ისრაელიდან 4,500,000 რეკორდი 405,000 ასე ეს თუნდაც საქართველოდან ისრაელს ტურისტი მე კიდევ ერთ რამეს ისრაელში დღეს ცხოვრობს ოფიციალურად 20,000-ზე მეტი ქართველი და არაოფიციალურად, ანუ არალეგალურად ცხოვრობს 70,000-მდე ქართველი. ერთ რამას გეტყვით. მე ხშირად ვიწყდო ფორმულ ქართულს თეატრალურ ქართულ ტელევიზიას და ისე და ზოგჯერ გაგიგონიათ რომ ისრაელში ნამყოფი ჩამოდის აქ და იმებს ასე ცუდად მიგვიღენ, ასე გავკეთენ, ასე ესენი არიან ერთეულები. იმისთვის რომ ჩემი სიტყვა გავამართლო, რომ აქედან წასულ ქართველებს უყვართ ისრაელი, ზუსტად ისევე როგორც მე, აქ იმყოფება ჩემი ერთი ქალბატონი, მანამდე წამოდიხი. ეს ქალბატონი არის ბორიდან, რომელიც 10,000-ზე მეტია ცხოვრობს ისრაელში და მე ფიქრობ, რომ ის არის ჩვენი ოჯახის განუყოფელი ნაწილი. ჩვენთან ცხოვრობდა, ჩვენთან ცხოვრობს და ახალს კიდე ჩვენთან ერთად იმყოფება. ეს უკვე არის ცოცხალი მაგალითი. ამის არაჟიმინა მოვივალოთ 1000-ობით, რომ ვინც ნამდვილი საშრომად ჩამოდის ისრაელში, ვისაც აქ გეუბნებით რამდენიმე სახლი იყო თითო, ვიცი, რომ ეს არ გადამოვიდა. მაგრამ დაუნდეს ობეხაზე ვილაპარაკეთ სხვა გაჭირვებზე ვილაპარაკეთ ახლა მოდით მართლა პირდაპირ ალიაში შევხვდით როგორ დაიწყო ისრაელში ალია და ეს ინფორმაცია რომელიც მე მოგაქვთ არის ამ ტიპში მაგრამ თითქოს ბევრმა არ იცის ისრაელში ალია დაიწყო 1963 წელს. მაგრამ ოფიციალურად ის დაიწყო 1967 წელს. ეხლა როგორ დაიწყო? ეგან გითხარით მე რომ რუსეთიდან ძალიან ბევრი აშკენაზი ებრაელები ჩამოდიოდნენ ესე იგი საცხოვრებლად მაშინ საქართველოში. და ამ ებრაელებს შევწონდათ აშკენაზი ებრაელებს საქართველოს რომ აქედან დასკვნა არ ამირებდნენ. მარტო როცა დადგა საკითხი ალიის მაშინ იქამდე სხვა რესპუბლიკებში ცხოვრები აშკენაზი ებრაელებით ჩამოვიდნენ საქართველოში და საქართველოსთან დააპირეს ისრაელში ჩამოსვლა. როგორ მოხდა იგი? იყო ერთი რაბინი, რომელიც არამანდიდან დავით შკოლნიკი, არაგანდიდან ჩამოვიდა სკოლაში მას გაუკეთეს პასპორტი, მისცეს მოქალაქეობა და კიდეში რაღაცა გაგახსენოთ დროის როგორ იყო სოფლიდან სოფელში წასულიყავენ
უნდა მისულიყავი საფასპორტო მაგიდაში, აგრეთვე თუ ნამგარიყავი და მხოლოდ იმის შემდეგ შეიძლება იმ სოფელში დარჩენა. სოფლიდან სოფელში, არათუ სხვა ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში ჩამოსული და ამიტომ ებრაელებს უდიდესი ნაწილი იყო უპასპორტო. დაბადების მოწმობა არ გააცნათ, არანაირ საკუთი არ გააცნათ, ამიტომ საცხოვრებელი ადგილი არ ჰქონდათ მუდმივი. ოთუჩი იცვლიდნენ ადგილმდებარეობას. აი ამ არაგანტელმა რამე მიიღო ისრაელთან პირველი ვიზა, რომ დაეტოვებინა საბჭოთა კავშირი, მან ჩაწერა თავი, იფიქრა რომ მე მოხუცი ვარ, თუ მომკლავენ და დამკვიდრდნენ, სულაც რომ მე მაინც წამსვლელი ვარ და წავიდა და ჩავიდა ისრაელში, ეს იყო 6-იანი ომის წინ. იქიდან მან გამოგზავნა 3 ვიზა და 4 ვიზა, მოსალა გულაშის თავარი რაბინის სახელზე და მისი 3 ძმისშვილის სახელზე, ისინიც დიდი რაბინები იყვნენ და ისინი ჩავიდნენ 1967 წელს ისრაელში. შემდეგ ამას ფეხის ხმას დანარჩენი ოჯახის წევრები და ყველა მიიღო ვიზა. ახლა რა მოდი მოგიყვებით რა ემართებოდა იმ ადამიანს, ვინც ისრაელიდან ვიზას მიიღებდა, ამ თხოვნას და ვიზის ვიზა იყო. თქვენ ალბათ კარგად იცით, რომ კაგებე ამოზობდა ყველაფერს. ყველაზე პირველად ყველა წელს ისინი კითხულობდნენ, ყველა ვიზებს რომელიც უდოდა ისრაელიდან ისინი კითხულობდნენ და პირდაპირ მიდოდა ინფორმაცია 1000 ჯურის ადამიანებზე, რომელსაც იცოდნენ, რომ ეს მოუვიდა ვიზა და ახლა ეს ვიზა მოუვიდა, უნდა წავიდეს. რომ წავიდეს, ამისთვის უნდა გაიგოს საფრთხე, ხო? საღი, კარი, ვიდა უხრა მქონება გაეცნო, უნდა გაიგოს, რომ გაიტანოს. მეორე დღესვე ესმოდენ თავს თუ ესე იგი გადაწყვეტენ თუ არა და ზოგიერთი პრობლემებთან დამთავრდა. ეს რაცხვაკი დაიჭრა ეს ამბები. ამაბამა ებრაელების მასა კიდევ უფრო გაამოვა და კიდევ უფრო მოინდომეს ისრაელში წასვლა. ისრაელის ვიზის მიღების შემდეგ ებრაელები აწესებდნენ უამრავ ტანჯვა წამებას. პირველ რიგში იმით რომ საბჭოთა კავშირის კანონის თანახმად აკრძალული იყო საზღვარგარეთ ფულის გატანა, შეფასებლობის გატანა, რაიმე მნიშვნელოვანი საგანი, რომელიც გინდათ, რომ გაეტანა. მაშინ უნდა ექნა ებრაელებს. მოდი მოგივარ ჩემ პირად მაგალითს. მე როცა მოვედი ისრაელში, საქართველოსთან, მომწერეს ისრაელიდან, რომ წამოიღე რკინის საწოლები, ველოსიპედები, ფოტოაპარატები, ზორგი და ქარვის ეს რა რო არის ესეთი. ეხლა უყურე, სახლი რო გავყიდე და სხვადასხვა ბათუმში გავყიდე სახლი, ძალიან კარგში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სხვა რაიონებში არსად არ იყიდებოდა. ზოგიერთ ქვეყნებში ეუბნებოდა ებრაელებს, ვის რატომ მეკიდო შენი სახლი მაინც აფალდა და ამიტომებში და ვიცხოვრებოდა. გამიგე? ანდა იყიდებოდა ჩალის ფასად. გულაში თუნდაც არის ნამოვით გვენდაგარი იცით, რომ დიდი ორსართული არის ქვის აგურით და ქვიტკირით ნაშენი სახლებია, რომელიც მილიონობით მანეთისდებოდა თავის დროზე და კაბიკებში იყიდებოდა. ამ ფურსაც ველოსიპედები და ზორგი და ეს ქარვის იგენი, ხო და შესაძლოა ის კრაუტები რომ ჩამოვიდა ბრესტიდან საბაჟოს მოხელემა მიწენ რა ისეთი კრაუტები რა ქვენო მიანო ვიცაზე წინათ კინათო რა ის მიგაგვაკ კრაუტები
სინამდვილეში რო ჩავყარდავენ ეს კრაუდები ისრაელში, გადასახადით გამიწოდი რესპუბლიკა დაუხალდა არაბებს უტაევა. ველოსიპედების და ფოტოაპარატების და ყველაფერი. ერთადერთი რაც ნამდვილად გაუმაგრა ეს ფარმის ძილები. კარგი ძილები, რომელიც ჩემი შვილების 5 წლის ბავშვი მყავდა და 3 წინახების. და იმათი დეიბსაწოლი წავიდე. სოთაჟურის ცოტა სუნიც ქონდა. ოდენ მას ჩავაკერე იქ. ხო სავალოზე რომდა. როდაშონა. სავალოს ბოხალს აიგეს კელურია მინდარო. ასე შეძლელი რომ გამომეტანა. გამომეტანა ისე და იმითი გირი ისეში პირველი ავტომობილი. მე მასა თუ გიყო. აი სასაცილო იყო რომ კაცი ისრაელთან საქართველოს დასრულებულ საქართველოში ფინანსურად ნადგურდებოდა. თურმე საკრებდნენ აქ საქართველოში ისრაელში მოდებდნენ და ახლა გეტყვით ისრაელში აიმართებოდა ახლა. ჩავედით ჩვენ ისრაელში. იცით თუ არა თქვენო საბჭოთა კავშირის რუკაზე ისრაელი აღნიშნული იყო წერტილით. და ზოგჯერ ის წერტილიც არის. ასე რომ ჩვენ არაფერი არ ვიცოდით ამ ქვეყნის შესახებ. ესე იგი, იდეოლოგიით გამშრალული ხალხი ჩავდივართ ქვეყანაში. არ იცი ენა. არ იცი მის წესები და კანონები. არავინ არ გყავს, რომ ხელი გამოგიწოდოს და ისა. ასეთი ხალხი ჩავარდათ და განსაკუთრებით აგამაზე მარტებოდა ოფილი ისრაელის თავრობის გუბერნატორი რომ იდეოლოგიურად უჩვენებდნენ ამ ხალხს ამბობდნენ რომ ებრაელი რომელიც ისრაელში ჩამოვა მეორედ ეს უნდა დაიწყოს ლაპარაკი ებრაულად და არა ქართულად არა სულადარა სვაინას ეს იყო საშინელება მე ჩემი გაზეთით ავილაშქრა მისინაამდე და ვიბრძოდი 1972-დან 1978 წლამდე სანამდე მარახის მთავრობა გადაშენდა. მოვიდა მენახემ ბეგინის მთავრობა და შეღავათი მიეცა ხალხს რომ უკვე გაზეთი მათ სული მოითქვა თუ მანამდე თითოეულის გამოშვება იყო გმირობა. წარმოგიდგენიათ რომ თქვენ სამის მაგარაზე ვესწავლით ტექსტ მე ისუნა შეგვემცირებინა ქართულ გაზეთებიდან დამოგეჭრა სათაურის ასოები და ზოგჯერ სასაცილო იყო რომ სხვა ზოლის და ისეთი სათაურები იყო აწმობილი სათაური სტატიების სათაური ვიჭირდა ძალიან მე ქართული შრიფტი ვერ ვიშოვეთ 1972 წელს საბჭოთა კავშირიდან საბჭოთა მაგარი გატანა იყო აკრძალული სისხლისამართლე დამშავული იყო. ამიტომ ძლივს მოახერხეთ გვეშოვარ ჩვენ ერთი შრიფტი. მე კიდევ ერთადაც გაგეხარდებათ ქართველები ხართ. უფრო მოგვიანებით ერთი 10 წლის შემდეგ მე ამერიკაში აღმოაჩინე ერთი ქარხანა, რომელიც უშვებდა ნახევრად კომპიუტერულ საბჭოთა მანქანებს. და ამ მანქანას გააჩნდა 13 ენაზე. ესე იგი შრიფტი. მარტო ქართული არ იყო. ჩვენი რომ საფრთხეში არის უცხოელი ეს ანბანი და ქართული არ იყო. თურმე და ამერიკაში სწორედ ერთი ქართველი ნამდვილი პატრიოტი ერის რომელსაც აიძულა ეს ქარხანა რომელსაც გაიგებინა ქართული შრიფტი. და შემთხვევით მეც გავიგებამ ჩავედი იმ ნიუ-იორკიდან 400 კილომეტრი გავიარე და წამოვიდა ეს მანქანა და მე ვესწავლით ამ მანქანაზე და გვეშველა რომ აქ შრიფტი იყო. სადაც შრიფტი იყო ჩვენი საკუთრება. ეს რაც შეეხება გაზეთის გამოშვებას და ესა. ახლა ალექსანდროვი. რაც როცა
Ole ჩადიოდა ისრაელში. Სახლი არ ქონდა, კარი არ ქონდა, სამსახური არ ქონდა. სადმე ხომ შეგვეკიგლებინ ეს ხალხი. მარტო 1912 წელს ისრაელში ჩავიდა 200,000 ოლე. იმ დროს ისრაელი ცხოვრობდა სულ 3,5 მილიონი კაცი. წარმოიდგინეთ 3,5 მილიონმა კაცმა მიიღოს ერთ წელიწადში 200,000 კაცი. დააყუროს, აწამოს, ასვას, დააძინოს და მიცეს სამსახური და რაღაცა. ეს იყო შეუძლებელი. მაგრამ ისრაელმა ეს გააკეთა იმით, რომ ერთმანეთის ხარდაჭერით წინა რატეხავრო ჩამოვიდოდა თავისთავად შეყავდა ახალ ჩამოსული ნაცავი. თვეობით ცხოვრობდნენ. თვითონ იყო 7 სული და კიდე 9 სული ჩამოვიდა 16 სული ცხოვრობდნენ ოროთახიან სამოთახიან მინაში. ეს იყო აუტანელი, შეუძლებელი იყო იგი. სამსახურები არ იყო. ისრაელი დროს ომების კარცერში იყო გაფრთხილებული და სამსახურსაც ვერ პოულობდა ხალხი, ესე იგი შემოსავალი არ იყო. პირველ ხანებში. მე გეტყვით იმას, რომ 1972 წელს ჩამოსული ებრაელები მუშაობდნენ გემების ტრიუმფების წმენდებად. აი, მასუთიანი გემი რო შემოვიდოდა ტრიუმფი მაშინ ტანკერები პორტში, იმათ უნდა ერეცხა ტეგი და იქიდან მომოდიოდნენ გამოგანგრული. იმით ესე ბრუნდებოდნენ ოჯახში. არადა თუ გინდა ხელფალის სვანაა დაიქმნება. ძალიან ძნელი იყო. ამიტომ მოხდა თუჩი დაფიცვა, რომელსაც მეხელძვანებდი და რომელიც დავტარდა ქართველი ებრაელთა გამარჯვებით. ოლდაბერის დარობამ მოაწერა ჩემთან ხელი, რომ ყველა იმას აუნაზაურებდნენ. თუ რამე დაკარგეს ამ ხალხმა პორტიდან უსამართლოდ გათავისუფლებულმა ქართველმა ებრაელებმა. ესეთი რა. Ferenc Nebartით შეგვიძლია აქ შევწვიდოთ და შეკითხვები თუ გაქვთ თემაზე ვთქვას. აქ არის ჩემი კოლეგა, ჩვენი სტუდენტები არიან და ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი საქმე გააკეთეთ თქვენ და საერთოდ ქართველებისა და ებრაელების დამოკიდებულება არის განსაკუთრებული და ეს ისტორიაშიდაც ჩანს და ჩვენს ურთიერთობებშიდაც ჩანს. ძალიან კარგად ჩამოავალებთ ეს ყველაფერი თქვენ და ამის დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გეუბნებით. ყველაზე დიდი საქმე ის გამოვიდა გაკეთებული, რაც ბოლო პერიოდში გააკეთეთ, რომ ეს უზარმაზარი საარქივო მასალა გადმოეცით ჩვენს უნივერსიტეტს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე არაერთი სადოქტორო დისერტაცია დაიცვება და ძალიან შესწავლილი იქნება ეს ყველაფერი, რომ არ და კიდე ისიც ვიცი, რომ კიდევ მოდის იქიდან ეს მასალა ძალიან ბევრი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის. და ერთი კითხვა, ჩემი თავობის წარმომადგენელი გახდათ, თქვენ ყულაშელი ბრძანდები და მე ძალიან კარგად ვიცი ყულაში და ჩემი თავობის წარმომადგენელი გახდათ ებრაიმ გური, ცნობილი პიროვნება. და დღეს ვერ დავხედავ მე ამ კაცს, იმიტომ რომ იმდენად აქტიური იყო მაშინ, რომ დილმოვალს უწინ დასაბეთქოდებდნენ, რომ პოლიტიკაში, ურთიერთობაში და პირველი რაც ებრაელების და თქვენგან, აი თქვენი ერისგან და ამ ხალხისგან რაღაცა ინფორმაცია მოდიოდა ჩემ თავობაში, ეს იყო ეს პიროვნება, რომელიც ძალიან დაფასებული იყო ჩვენს მიერ და მაინტერესებს მისი მოღვაწეობა დღეს ადვოკატურებსა და მოსკოვში დღეს გერა უკვე თეორია მაშინ კნესეთის წევრიც იყო და კი რა თქმა უნდა 30 წელზე მეტია უკვე მოსკოვშია ის ხელმძღვანელობს სამედიცინო დაწესება და ის საკუთრივ ბიზნესმენია რა ძალიან დიდი პატივისცემით მოგითხრა ჩვენგან მთელი ქართველებისგან იმის რომ კარგ საქმეს აკეთებდა და დიდი მადლობა თქვენ ჩამოგზადებისათვის და ეს თანამშრომლობა კარგია, იმიტომ რომ სტუდენტები მე როცა მოვდიოდით აქ ჩემ სტუდენტებს ვუთხარი რომ მოდით და ძალიან საინტერესო ამბავს გაიგებთ, იმიტომ რომ ეს ისტორია არ უნდა წაიშალოს და არ უნდა დაიკარგოს და ეს კარგი თანამშრომლობა რაც თაობებში იყო, უნდა გააგრძელონ ამას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.
მოგესალმებით პირველ რიგში. დიდი მადლობა ბატონ აბრაამ ესეთ შესანიშნავი საინტერესო ლექციისთვის. საინტერესო იყო ეს ყველაფერი იმით, რომ ამ მოვლენების არა მხოლოდ თვითმხილველი უშუალო მონაწილე, არამედ გარკვეულწილად შემოქმედი ბრძანდებოდით თქვენი თაობის წარმომადგენლებთან ერთად. Დარწმუნებული ვარ სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ეს ლექცია და აი ამ ჩვენი არქივის რაც დღეს გვაქვს უკვე და კიდე რაც უახლოეს პერიოდში ჩამოვა ქუთაისში ბევრი სტუდენტისთვის იქნება ეს შემდგომში სამაგისტრო თუ სადისერტაციო ნაშრომების მთავარი თემა. თქვენის ნებართვით სიტყვას გადავცემ ისტორიკოს პროფესორს ბატონ ელგუჯა თავბერძეს, როცა ისტორიაზე ვსაუბრობთ ქუთაისში სხვა პირველი სოდი ამ თემის მერეთის ზოგადად ქართველი ისტორიის ბატონო აქედან ჩასულ გამოკიდებულებას და აწესოთები უპირველესად საქართველოს. და მე ბოლოს კიდევ ვირგვინი ამ ურთიერთობისა თქვენაც გააკეთეთ არის ის რომ ეს სამკილი გადმოეცით ქუთაისის უნივერსიტეტს. დიდი მადლობა თითოეული ქუთაისელის, თითოეული ქართველის სახელით, რომ ჩვენ საშუალება გვექნება დეტალურად გავეცნოთ აი ამ მასალებს და ეს მასალები იყოს ხელმისაწვდომი და არ დაგჭირდეს თქვა ნაწილ ამის ძებნა ნახოთ, გავეცნოთ, შევისწავლოთ და მომავალი თაობისთვის ეს იქნება ძალიან კარგი რაღაც, რომ აი როგორ შეუძლია ერთ ადამიანს გააკეთოს ძალიან ბევრი ადამიანის საქმე. თქვენი გაკეთებული საქმეები არის გუნდების, კოლექტივის და ძალიან ბევრი ადამიანის საქმე, იმიტომ რომ შეიძლება ეს ერთი ადამიანი გექცია ძალიან ბევრად, ეს სიბევრე ჩანს თუნდაც ამ დამოკიდებულებაში და თუნდაც ამ ლექციაში. დიდი მადლობა ბატონო და იმისთვის რომ ორნაირ მომენტია რომელიც ქართულ ენასთან ქართულ ფორმასთან იქნებოდა დაკავშირებული. მე რო პარიზში ჩავედი 1991 წელი იყო 20 წელი მაშინ ლევინის სასაფლაოზე მივედი და მე ლევან ფაღავა პროვინცი იყო ნოე ჟორდანია სიძე პირადად გამიწვა და თოლის საფრანგ დამათვალიერებინა და მე სურათებს ვიღებდი და მაშინ იყო პირველად რომ გაშერდა ქაბუცა ჩოლაღაშვილის სახელი. მე რა დაიჭება აქ მე აქედან 25 წელი საქართველოსთან წავიდა დელეგაცია არის საქართველოსო იმათაც დაწერა მაგრამ პირველი სურათები ქაბუცა ჩოლაღაშვილის და მისი არსებობის შესახებ და მისი ცხოვრების შესახებ პირველად ჩემ ჩამოვიტანე და გამოვაქვეყნე ჩემ წიგნში პარიზი ბონი ნიუ-იორკი რომელზეც შესანიშნავი მიმოხილვა გააკეთა ბატონმა აკადემიურად დავდები ნიკოლაევიჩი გააკეთა და მან ხაზი გაუსვა იმას რომ აი ესე რომ ერთზე ბელგიაში რო ჩავედი ბელგიაში ვიტყეს რომ 400 კილომეტრის იქით საღაც ცხოვრობს ერთი ქართველი და უნდა წაყვიდო და უნდა ნახო იმიტომ ეს საინტერესო პიროვნება იყო ეს იყო გიორგი ყიფიანი პოეტი შესაძლოა ჩემ და სამწუხარო დღემდე საქართველოს მარიცის შესანიშნავი პოეტი შესანიშნავი პოეზია მე ვიჯექი მის ერთ საკუთრებულ ოთახში როგორ ცხოვრობდა ეს და მომიყვა თავის ცხოვრების შესახებ რომ მთელი მისი ოცნება იყო ერთი რამ მე თავმოესწრო საქართველოს თავისუფლებას რომ საქართველოს თავისუფალი ნახო რა საინტერესო იცით კიდევ მას ახლა ვაჟი მეცნიერება და დოქტორი შორის და იმ ვაჟს კიდევ არამარტო უნერ გავდა და ქართულ ენას ასწავლა არამედ ისიც იყო შეყვარებული მომავალ თავისუფალ საქართველოზე. მაშინ ოცნებაც კი არ შეგერდო საქართველოს რომ კაგებების ძალებიდან გათავისუფლდებოდა. მაგრამ იმასაც ესე იცინასარმეცველეს და მე მიხარია რომ წამოვიდე
იმას შესახებ ინფორმაცია ეს ყველაფერი არის ამ არქივში და არა მარტო ასეთი მოამრავი მასალები სოფლის ყველა იქნება და მომიწიათ დასვლა საათი გაბეძებდი და ზოგჯერ უნიკალური რაღაცები მივაგები და ყველაფერს რასაც მომიგზავნია კაიგასაც პირველად გაზეთს რო გამოვაგზავნე და იქნება ეხლა ვიდრე მამას რაღაცები სიტყვა ერთი რამე და თქვენი ჭირიმე ბოდიში მინდა მოგიხადოთ მოხუცი კაცი ვარ შეიძლება არ გადავაჭარბე ამის ეკარგაც ვერ ვსკი რაც უნდა მეთქვას ხო აპატიოთ ჩემს იმას ვიდრე აქ მე ვერ ხედავ ჩემს უფროს იყოს ვინმე ასაკით მაბათიეთ მე როგორც ცოტი ადამიანს ჟურნალისტ პროფესორს ქალბატონ ნანული წვეთინს. გთხოვთ ქალბატონ ნანული, ორიოდე სიტყვით. დიდი ავტობუსი და სარკმელში ჩანა ის ადამიანები, ვინც უკვე 20-25 წელი აღარ ენახა ქუთაისს. ზოგი ნაცნობი, ზოგი გადასხვაგორებული და ჩამოვიდნენ და მათ შორის იყო ბატონი აბრამიც მაშინ ვნახე პირველად და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, იმიტომ რომ გაზეთი ალია ფურცელ იკითხებოდა მაშინ ვინ ჩამოიტანდა ასე და ვინ მოგაწვდიდა ასე რომ კომპლექტებში ყოფილიყო ხან ერთი ფურცელი იყო ხან შუა ფურცლები იყო ხან მთლიანი გაზეთი იყო და ისეთი დიდი პატივისცემა და სიყვარული გამიჩნდა ამ გაზეთისათვის და მერე წლების მანძილზე როცა გაიოლდა უკვე წვდომა მივხვდი რამოდენად საქმეს აკეთებდა ბატონი აბრამ რომ გადაერჩინა ისრაელში ის ფასეულობები ის ქართული სული რაც ჩვენს აქედან წასულ აქედან ასულ ჩემი ცხონებული რედაქტორი ბატონი ალექსანდრე შეგელია სულ გვისწორებდა ჩვენ რომ არასოდეს არ თქვა წასული ასული ხო და აქედან ასული ებრაელების მოკლედ ქართული სულის შემანარჩუნებელი და გადამრჩენელი იყო. მე განსაკუთრებით მახსენდება ის დღეები, იმიტომ რომ მაშინ ჩვენთან ჩამობრძანებული ებრაელები რომ ათვალიერებდნენ ისევ თავიანთ მშობლიურ ქუთაისს, ან შეიძლება მშობლიური არ იყო, მაგრამ ხომ ქართული იყო. აი რომ დაბიოდნენ მაგალითად ბატონი სწორად მახსოვს ჩიკვაშვილი პოეტი იაკობ ჩიკვაშვილი თავის კერასთან რომ მივიდა მზია მოდი აქ ცხოვრობდი აქ და აი რომ ტიროდა კაცი და გავგიჟდი ერთი პატარა ასეთი ის მქონდა სიმბოლური სულასარი სული იქნებოდა ალბათ 3-4 სანტიმეტრი და მოფხოჭინა ის მიწა ჩავყარე და ვაჩუკე ვიფიქრე რომ ამაზე ძვირფასი რა უნდა ვაჩუკობეთქი მე რეპორტაჟი გავაკეთე იმ დღეების იმდენი საინტერესო იმდენი სიცილი იყო იმდენი ტირილი იყო და ახლა რომ გადავხედე მაშინ შედარებით ახალგაზრდა ვიყავი და აქტიურად მოძრაობდი და შევინარჩუნე ასე ვთქვათ იმ დღის დაბეჭდილება ის კი და ისიც მახსოვს ზურაბ კუხიანიძე ჩვენი საყვარელი პოეტი დადიოდა და ეს ხალხი რომ ესეოდა ბატონ აბრამს ყველა და ჩვენთან წამობძანდით წამოდით ასე და აქტიურობდა განსაკუთრებით ბატონი იაკობი პაპიაშვილი და უხაროდა ალიაში დამბეჭდეს ალიაში და ზურაბი როგორი ის იყო ელგოჯა გახსოვს როგორი ის ცოტა კალამბულები ახლა კაფია არ ქვია მაინც ჩვენთან ნათქვამს და გავმარჯოს აბრამ საპირს რომ დაგბეჭდა ალიაში მაგრამ იქნებჭობდა პაპი ჩაემწყდიე გალიაში გამოვისა მაშინ იყო ჩამოსული ისრაელის გაზეთის ესა რადიოს წარმომადგენელი ბატონი იოველი არაჩვეულებრივი კაცი და იმან რომ ქუთაისის ანსამბლის ცეკვები და სიმღერები ნახა ფოლკლორისტი იყო აღფრთოვანდა და ცდილობდა რომ თვითონ ეცეკვა და ზურაბმა მიახალა ისე ჩემგან კი არ გასაკვირი ამ ხრისკავს რომ ახსოვს ასე ყველაფერი და ესა გავმარჯოს იოველს
თუ კი ის ფლობს იოველს, იმღერებს და მიცემებს, სუფრას გაგვიიოლებს. და ასეთი რაღაცები იყო ბევრი საინტერესო და მე მივაკლი ამას 88 წლის გაზეთ ქუთაისში მე შენახული არ მქონდა და ებრაელების შესახებ, ქუთაისელი ებრაელების შესახებ გავაკეთე ერთი პატარა წიგნი, რომელსაც დავარქვი შალომ ჩემო ქალაქო და იქ შევიტანე. ვიფიქრე რაც და შეიძლება არ იყოს ზოგიერთი ინფორმაცია მოცველებული იყოს, მაგრამ სიყვარულს და პატივისცემას რომ დაინახავს მეთქი, ჩემი ებრაელი მკითხველი მეთქი და შევიტანე ბატონი ელგუჯას სტამბაში დავბეჭდე სხვათა შორის. ძალიან ხარში მედგა ელგუჯა. მოკლედ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღის ბევრი ინფორმაცია მივიღე. ახლა კი არ მიყვარს მაინც ჟურნალისტი ვარ და პირშიქება მე არ შემფერის, მაგრამ მინდა უწოდე ერთადერთი სიტყვა აი ამ კაცს, ბრძენ კაცს. კომენტარი. Треба нагитвать евреи consideră. Tu gărbămiesc, vreau și ce darem să te arătăm, Хахам Ицхак, Хахам care a trimis cu dzezi. Da? Alem să ჩვენ ერში ძალიან დიდი რაბინები, ძალიან დიდი მცოდნელი განათლებულები და ძენები, ნამდვილი ძენები და ისინი ამბობენ არ დაგვიძახოთ ჩვენ ძენი. ჩვენ დაგვიძახეთ თარგმნით ხახამით, თარგმნით იმხებს ქართულად მოსწავლე, ძენის მოსწავლე. იმიტომ ჩვენ სიკვდილი რამდენ სალო მალტა და ასე რომ ვერასოდეს ძენი ვერ მოხდება. Скажите, что я программе Исаус, что нас студентам. Мы ормоци цели бисале. Мы ормоци цели кавасале. Да я хлопти, турандери аркуцония. Это удержи цели. Раби Акива, работолантен, евреи пошли, Моше Рабену, сам минс кавоеван евреи, египтида. მისი ტონი იყო თავისი კრებით. ასე ამოსარო, რომ წელი მისალა მუსიკა ვასწავლე კიდე არ იჭარბელი. გამიგია? ისე ვარ მეც. ეს ებრაულ თემს წარმოადგენს ქუთაისის საპატიო მოქალაქე, პროფესორი, მეცნიერი ქალბატონი დოდო თავდიშვილი და თქო ქალბატონ დოდოს მიესალმოს ჩვენს ძვირფას კურსებს და საზოგადოებას უვიდეს. მე ვარ ქართველი ებრაელი, როგორც ჩვენი დღევანდელი სტუმრები. საქართველოს ჩემი სამშობლოა და მე სულ ვამბობ ორი სამშობლო. ისრაელი და საქართველო, უბრალოდ საქართველომ გამზარდა ამ მიწა-წყალი აფგარიზარდა და ისრაელი კი მანესავით მიდგია გვერდში მხარეს. ჩემ ორივე სამშობლოს მივესალმები. და ორივე სამშობლოდან მადლობას გიხდით, რომ დღეს მოგბრძანდით და ესეთი საინტერესო ინფორმაცია მოაწოდეთ იმას, ვინც ჯერ კიდევ არ იცოდა საქართველოს და ისრაელის ურთიერთობა. მადლობა. ამერიკაში როცა ლექციას ვიცხებ, ვამში წვიმი. სადაც შობილვარ დავსდილვარ, ამის ის არის ეს არის ჩემი ენა, ჩემი საყვარელი ენა, დედაენა. ჩემი სორგულო ისაია, მაგრამ ქართულენაზე ავიღე, ქართულენაზე ვისწავლე ყველაფერს თუ რა ვიცი ამქონა და ქართულენა იყო ჩემი ისადა. მე ძალიან დიდი მადლი ვარ პროფესორ თამრიკო ლორტაძის, რომელიც ეს დროს იყო თქვენი უნივერსიტეტის თანამშრომელი, რომელიც დღეს ჩემი განათლების საფუძველზე აკეთებს კვლევას. სიტყვას გადავცემთ ისტორიკოს ასევე ქუთაისეს, მაგრამ ბავშვობიდან უკვე ისრაელში ცხოვრობს, ჩემს და ქართველი ხალხის ძვირფას მეგობარს ბატონ ვერაბ დათიაშვილს, რომელიც დღევანდელი ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩამოვიდა ისრაელში. ასეთი უზარმაზარი, ასეთი მართლა
ძალიან მაგარი ამბავი გამწარებული ქალაქ ქუთაისში დაბადებული ვარ, ქუთაისში გაძლიერი ვარ. 26 წელია ისრაელში ვცხოვრობ. ამიერკავკასიის ისტორიის დამთავრებული ვარ ისრაელში. და მე მოგესალმებით ყველას და მე პირადად მინდა ბატონ აბრაამს ასეთი უღმესი მადლობა გადაუხადო ასეთი სიკეთისთვის და არ დავივიწყოთ ჩემო კარგი ბატონ მამუკა შვეთიას ესეთი სიკეთე ბედნიერობა რაც ჩაუდგა სათავეში და ასეთ ამბავს მართლა ჩვენ ქართულ ებრაელ და თემას ასეთი როგორ ისტორიულად მოყვება და მოყვება მამუკას ვიცნობ მამუკას Andrei situația de aceea, nu v-ați găsit. Mă Ito prometo შეიძლება. იმიტომ რომ მე იმერები ვარ. იმერეთში გავიბარდე. და იმერეთში გავიზარდე. ამიტომ ჩვენ უღერით იმერეთს. იმერეთის ცენტრი და ბრილიანტის თვალი სულ ქუთაისია. ამიტომ საქართველოს სიყვარულს ვიცებთ იმერეთიდან. Zandebut. მოგესალმებით ყოველივე ძალიან ხიარულად გამიცდია ჩამოსვლას, იმიტომ რომ 54 წელია უწევდი საქართველოში და ვამაყობ ჩემი ქვისლით აბრამ სეფიაშვილით. და დიდი მადლობა აბრამ რომ თქვენ არსებობთ ჩვენს მიშპახაში, ჩვენს ნაცნობაში. დიდი მადლობა. Organizația se vede jurnalistic de arșivele de la Cristo. Am tine xalqa zebiyare nakala. Yetişik smartiyata gemada. შემდეგში ექნება შეკითხვა. ასაკომისაგან მიიღებთ ერთ შეკითხვას. მე წლების წინათ გამოვიდა გაზეთი ალია. ვიცი რომ თქვენს კვალზე გამოვიდათ. აი ეს რომ ატარებს ახლა თქვენი გაზეთის სახელს. ამასთან დაკავშირებით არ გაქვთ რაღაცა ესეთი შინაგანი პროტესტის აი ეს ალია რომელიც საქართველოს გაუდის დღემდე ეს არის ჩვენი ალია შეგვიძლია მესაუბრე არომეთო მუსიკ პარტიის პირველ ყველა მესაუბრე თხოვეთი რომ Tăuteți Levartova, cel care se diaria, și a cărturat și cam serdeți. Pe vicirul, care ar trebui să ai intereseți, să mă gândesc să vreau că mă uzam notan, toate suspensiunea. Ai mașini, te-ai vădat itiarul, ce mi gazeti de abestită cu s-a cărturat și. Cum să se pa alia, dar მისი ხელმძღვანელი ნაყოფილიყო ლაშა ნაზარეიშვილი. თუნდაც გაიგონია ეს არა მან ბევრი გაზეთი გამოსცა საქართველოს და ეს გამოსცა დედასმოცი. ხო. მოაწერეთ ხელით შეფრობას და წავიდეთ სასაცილო ამბობი გაზეთი არა იმეს უნდა კომუნისტის რედაქციაში. კაგებესნებად. და ამ დროს ისრაელი პროტა მომენტურად ტრატ საკავშირის. დიპლომატურ ურთიერთობა არ იყო, არ იყო. და ამ დროს საქართველოს გამოსვლა დაიწყო კაცმა ალია. რომელიც დღემდე გიწევდა. მაგრამ პირველ რიგში ეს მართლაც მეგობრებოდა და იქიდან ვაწვით მასალებს, პროგრამები, ვერ მოხდა საქართველოს ბევრი გადატრიალება. აქეთ იქით საბოლოოდ ბევრი რედაქტორი შეიცვალა, დღეს შეთავაზა ვიცით
სიგნი განაგებს გაზეთს. მაგრამ გაზეთი არის ჩვენია. ის ჩვენ ავარცეთ ის ჩვენ მიეცეთ ყველაფერს დადებოთ, მაგრამ არავითარი პრეტენზია არ გვაჩნია. არავითარი იდეოლოგიაში ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გაცემა. მადლობა ამუკაც, მადლობა მისგან დანერებს ყველას. შესაძლოა გიორგი სამთაბო იზარა. გიორგი. და განსაკუთრებულია ეს და სამი ხაზი გავუსწრებ ქართული სამი დავწერა. მე ის მიერ დაჯუქებული მაქვს სცენარები და სპეციალური ისეთი სცენარები, რომლებიც არ ემორჩილებია საერთოდ პლატფორმების და სპეციალურად დაუდგეს, იმიტომ რომ ქართული ბუნები, ქართული კოდი არის რომელთაც დაუმოყში თავშეებისათვის მოძრაობს, სვაფისათვის მოძრაობს, დაუდგეს არ აი მე უბრალოდ სხვაგან იქნება ნიშნული არსაც ამას არ ლაპარაკობენ ერთ-ერთ ამასინა და გადაჩენებს სხვა და ქართული არის სამი იცით თქვენ ძალები და აი ეს გასწრებული საერთოდ სოფლიო არაზოზე ეს ისე შილო თელი თმუნა სალამოთი ეს უბრალოდ არცადარ ითქვა და ამიტომ ჩვენ